მისმარხვაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში ზუგდიდის მახლობლად, იქ სადაც საუკუნეების განმავლობაში დავანებულია ღვთისმშობლის კვართი, კაზანტიპის ფესტივალი გაიმართება. თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნული პროექტი და რატომ ეწინააღმდეგება ის საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე სულიერ ტრადიციულ ღირებულებებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ვიკიპედიის მონაცემებით კაზანტიპი, იგივე კაზანტიპის რესპუბლიკა, ნარინჯისფერი რესპუბლიკა ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო ფესტივალია, რომელიც 1992 წლიდან არსებობს და მიმდინარე წლამდე უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო გადაწყდა, რომ ეგრეთ წოდებული ფესტივალი მარიამობის მარხვაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართოს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში, ზუგდიდის მახლობლად, იქ სადაც საუკუნეების განმავლობაში დავანებულია ღვთისმშობლის კვართი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც ჩანს, არავინ დაფიქრებულა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საყოველთაო მრუშობისა და გარყვნილების პროპაგანდას. თავისი უძნელესი და ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, სწორედ რწმენამ მოიყვანა საქართველო დღემდე. რწმენა კი უფლის ყველა მცნების დაცვას გვავალებდა ქართველებს. ცნებების, რომელიც დღეს მამანთა აზრით მოდიდან გადასულა და დრომოჭმულად ითვლება. ცნებების, რომელსაც რა თქმა უნდა კაზანტიპის მსგავსი ფესტივალი ჩრდილს ვერ მიაყენებს, მაგრამ გადააფასებს ფასეულობებს, რომელიც ცოდვის დამკანონებელ ერს უფალთან ნამდვილად დააშორებს. სამწუხაროდ ბოლო დროს ცოდვის ჩადენა ჩვეულებრივი მოვლენად იქცა. თითქოს ზნეობრივი კანონების წინააღმდეგ ამხედრდა კაცობრიობა. ამით გამოხატავენ ადამიანები თავისუფლებას. თუმცა ავიწყდებათ, რომ ადამიანი, რომელიც ცოდავს, ის ეშმაკზე მონება, ანუ აქ წყდება მისი თავისუფლება, რომელიც უფალმა მართლაც მისცა მას და ხდება ეშმაკის კანონმორჩილი. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ცოდვების გამრავლების სასათბურე პირობები იქნება აქ და მოგეხსენებათ, როდესაც ესეთი აშკარა პირდაპირ ღვთისაწინააღმდეგო ქმედებებში ერთვებიან ადამიანები, ადამიანთა დიდი ჯგუფები, უფალით შესაბამისად ხედავს ამას და მისი დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი და ადამიანთა ჯგუფისადმი იცვლება. და ის უკვე შეიძლება მანწყალობის ხელი აიღოს ამ ადამიანებს და სასჯელიც კი მოუვლინოს. ასე რომ ეს არის ძალიან დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი რამ. შეიძლება ითქვას, ეს არის პირდაპირი დივერსია. ეს არის პირდაპირი დივერსია და თან გასათვალისწინებელია, რომ ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისით მიუღებელია. მიუღებელია, როგორც აი მისი ზნეობრივი პოლიტიკი, მისი იდეოლოგიის თვალსაზრისით მე გულისხმობ ცხენძღვანელს ნიკიტა მარშუნოკს, ამავე დროს იმით, რომ ახლა იგი აღიად დაუჭირა მხარი იგივე ყირიმის ოკუპაციას და იმას, რომ ყირიმი რუსეთმა შეიერთა. ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით ის აშკარად ისეთ პოზიციებზეა, რაც ქართველი ერისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ესეთი საზოგადოება ვერ აქცევს აი ამ მნიშვნელოვან ფაქტს ყურადღებას. ალბათ თვითონ ის ფაქტი, რომ ესეთი ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოში, უკვე თავისთავად მგონია, რომ საგანგაშოა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება მართლაც ძალიან შეიცვალა. არის ერთი რამ, საზოგადოების ნაწილმა უბრალოდ არ იცის ამ ფესტივალის არსი და ვინც იცის, მან კი ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ფესტივალი, რომლისთვისაც ელექტრონული მუსიკა არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი და რეალურად ეს არის სრულებით სხვა მოვლენა. ეს არის შეიძლება ითქვას ესეთი ამორალური, თანაც რაც ყველაზე მეტად ალბათ სახიფათო ამ შემთხვევაში საკმაოდ მასშტაბური ხასიათის თავყრილობა, რომლის მთავარი დევიზით სამწუხაროდ არის ის, რომ ვაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა. და აი მე ამაში ვხედავ განსაკუთრებით დიდ ხიფათს, იმიტომ რომ როდესაც ასეულობით და მეტიც ალბათ ათასობით ახალგაზრდა იყრის თავს, აი ესეთი მასშტაბური უკონტროლო შეკრება ყოველთვის ძალიან საშიში ხდება ხოლმე. ყველგან სადაც ხდება, ესე იგი, ცოდვა, სადაც ხდება ცოდვის წახალისება, ცოდვის რომ ორგანიზება გაუკეთონ იმას, რომ იქ რაღაც ადამიანები მასობრივად ჩავარდნენ ცოდვაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მიუღებელია.
მაგრამ აქ განსაკუთრებულ მასშტაბებსაც აქცევს ეს ყველაფერი. აქ არის ფაქტიურად რა რომ ეს ცხადდება რაღაცა ცალკე სახელმწიფო თითქოს, სადაც სხვა კანონები, სხვა ზნეობრივი პირველ რიგში კანონები მოქმედებს. ანუ აქ არის მასობრივი წახალისება და ხელისშეწყობა ცოდვისადმი. აი ეს განსხვავება არის, თორემ რა თქმა უნდა ცოდვები არსებობს და ლოკალურ დონეზე ბევრგან არის ეს სხვადასხვა ადგილები არის ისიც, რომ ცოდვის ბუდეება შეიძლება ითქვას, მაგრამ აქ არის ახლა აქ უკვე სხვა მასშტაბია, როდესაც უკვე ათეულადასობით ადამიანი იკრიბება საიმისოთ, რომ აი ეს თავის თავში თუნდაც ღირებულებები გადააფასოს. ბევრი ადამიანი იქიდან რომ გამოვა, იქნება მას სხვა ღირებულება, იმიტომ რომ დაინახავს, რომ თურმე ყველაფერი დასაშვებია. თუ რაღაცნაირად აი ეს მათ ფსიქოლოგიაში მოხდება ის გარდატეხა, იმიტომ რომ ისინი აი შეხედავენ ამ ყველაფერს, რომ აი რა თურმე მასობრივი შაქრის ადგილებში მისაღებია ხორციელი ურთიერთობები, რომ შიშველი სიარული ნორმალურია, რომ ეს ესე იგი გარყვნილება ნორმალურია და მათთვის ეს არის ეს იქ იქნება ჩვეულებრივი რა ეს ჩანს აშკარად იმ წინა ფესტივალებით. ისიც ზოგადად ადამიანი რაც არსებობს სამწუხაროდ გარყვნილებაც არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის არჩევანი როგორ იცხოვროს, მაგრამ როდესაც გარყვნილება იღებს ტოტალურ ხასიათს და როდესაც გარყვნილება იღებს რაღაცა ლეგიტიმური ხდება და ლეგიტიმაცია ხდება ამის. მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახიფათოა უკვე იმ ქვეყნისთვის, იმ ხალხისთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს. და ეს არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ რელიგიური ხედვა. ეს არის აი ეს მიზეშედეგობრიობა, რაც ზოგადად კაცობრიობის ისტორიის, ვინცაც ვთქვათ ცოტათი რამე გვესმის ან წაგვიკითხავს, ვიცით რომ ყველა იმპერია დაანგრია გარყვნილება. ყველა დიდი ქვეყანა მოსპო გარყვნილებამ და სწორედ გარყვნილებიდან იწყება რღვევა, როგორც პიროვნების ნგრევა, ისე ქვეყნების და ისე ურთიერთობების ოჯახის და ყველაფერი. და აი რატომღაც ნებაუნებურად მომდის ხოლმე, როდესაც ამ მოვლენაზე ვფიქრობ, პინოქიოს ცნობილი ზღაპარი, სულ ამაზე ვფიქრობ ხოლმე, როდესაც და ალბათ მსმენელს ეს ძალიან კარგად ახსოვს, როდესაც პინოქიო და მისი მეგობარი მიდიან იმ ქალაქში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და დროთა განმავლობაში პინოქიო ნელ-ნელა ხდება ვირუკელა. ის ხდება, მას ეძდება ჯერ ყურები, ეს ყველას ალბათ ახსოვს, მერე ბალანი და ხდება პირუტყვი. აი სწორედ ეს მინდა ვთქვა, თუმცა ამ სიტყვის ცოტა მეშინია, რომ აი ჩვენს ახალგაზრდობასაც ემუქრება სწორედ აი ეს მე ვიტყოდი გაპირუტყვების მართლაც რო საშიშროება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველი მოქალაქის ვალია რომ რაღაცნაირად აღუდგეს ამას წინ. პირველ შეიძლება თქვას, რომ ეს ბავშვი ტარდებოდა უკრაინაში წლების განმავლობაში. ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა და უშუალოდ ჩვენი წამსი, ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ტრადიციები აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. მე არავის არ განმკითხავ და არავის თუც არ ვიძახი. და მე მგონია, რომ ძალიან თუ შედეგების მომტანი იქნება ეს ახალგაზრდობისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ბუნებრივია მოზარდისთვის ის შემოთავაზებები, რასაც ამ ფესტივალის ორგანიზატორები და ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ორგანიზატორი წესები ითვალისწინებს, შეიძლება იყოს მომხიბვლელი ერთ შეხედვით, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგის მომტანი კიდევ ერთხელ აღნიშნო. მე ასე მგონია. და არ მგონია, რომ ჩვენ რამე კარგი ვიწვინიო და არ მენა ესე გამოვიდეს რაღაცა ცუდად გამოვიდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამაზე პასუხი არ მოგვეკითხოს პირველ რიგში უფლისგან. კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, ჩემი აზრით. ძალიან ამაყად ვამბობთ ხოლმე, რომ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა ვარ, ძალიან გვიხარია და მადლობა ღმერთს ამისთვის და მართლა ესეა საბედნიეროდ და ამის გათვალისწინებით ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანაში, ღვთისმშობლისადმი მიზნულ მარხვაში, მარიამის მარხვაში ამ ფესტივალის ჩატარება რა ვიცი, რამდენად მართებულია, ამაზე რატომღაც არ ფიქრობენ ალბათ და ღვთისმშობელს რამდენად მოეწონება ეს, როცა ამაყად ვიძახით, რომ მის წილხვედი ქვეყანა ვარ და მის მარხვაში ეს რამეს ვატარებთ, ეს ძალიან რთული იქნება. მე საერთოდ მგონია, რომ უპირველესად ადამიანმა უნდა განსაზღვროს ნებისმიერი ეროვნების ადამიანმა, ნებისმიერი რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანმა უნდა განსაზღვროს რა არის თავისუფლება და რა არის სიკეთე.
რაში მდგომარეობს ეს? ჩვენ ხშირად გვერევა ხოლმე, რომ თავისუფლება აღქმული არის როგორც ყველაფრის უფლება. და მაქსიმალური გამოხატვა ხდება ამის, რომ დაამტკიცოს, რომ თავისუფალია ადამიანმა. ამ ფესტივალს რაც შეეხება, ჩემთვის ცოტა უცნაური არის, რომ ჩვენ ქვეყანაში, რომელი ქვეყანაც მხოლოდ იმით გადარჩა, მხოლოდ და მხოლოდ არ იყოს ილუზია და თუ ისტორია ვიცით კიდევ, არ იყოს ილუზია იმისა, რომ ჩვენ გადავრჩით რაღაც ჩვენი კლავით ან ჩვენი რაღაცით. არა, ჩვენ გადაგვარჩინა ერთადერთმა რამემ, რწმენამ, რომელსაც ადრე ებრძოდნენ ჯალალედინი მაგალითად პირდაპირ ეუბნებოდა, რომ უარი ეთქვა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე ადამიანს და ახლა მოდერნიზებული რამ ხდება აბსოლუტურად აი ესე ლანგარით მოწოდებული გართობა მე გართობაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ ზოგადად, მაგრამ გააჩნია ეს გართობა რას ემსახურება. რისკენ არის მომართული და რა უნდა ადამიანთა იმ გუნდს, რომ ამ გართობით თქვან, უბრალოდ გაერთონ და გაერთონ რით. ქვავის ძირი სიტყვით, კაზანტიპი, ესეთი რამ და მაშინვე მოდის ქვავის ძირიდან რა ასოციაცია, რაც ჯოჯოხეთის კუპრის ქვაბი, რომლის ძირზეც იხრაკება ყველა ცოდვილის სული. ჩემზე ცოდვილი ახლა მე ამას რომ არავინ არ მგონია. ეს ესეთი განცდა მაქვს და არავის თავს არ ვახვევ ჩემს ცოდვილობას. ეს ჩემი წილი პრობლემა არის, მაგრამ და ცოდვაც მურავის გაუკვირდება. მაგრამ ის რომ მე ამ ცოდვას ბედნიერება დაარქვა, ჩვენი ეკლესია რასაც ამბობს მუდმივად, რომ დაკანონება რომ არ მოხდეს ამისი და შეფუთვა რომ არ მოხდეს ამისი, რაღაცა სრულიად ყალბი და ისეთი ადამიანისთვის თვალის ამხვევი რამე ფასეულობებით თავისუფლების, სილაღის, ბედნიერების, აი ამ რაღაცა იარლიყებით რომ არ მოხდეს ამ ყველაფრის შეფუთვა. ხო და რა გვინდა ქვავის ძირზე ვერ ხვდები, როცა ღმერთმა მოგცა, აი ესეთი ხელგაშლილი, ესეთი გულგაშლილი მიწა. ფესტივალის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რეალობის ანტირეალობად გადაქცეული ფესტივალი ქართულ ტრადიციებს არ შეეწინააღმდეგება და უარს იტყვის თავის ტრადიციებზე, გარყვნილებასა და ნარკოტიკზე. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით გაცემული ათასობით ფესტივალზე დასასწრები ვიზა ან ბილეთი საწინააღმდეგოს მეტყველებს. კაზანტიპის მომავალი მრავალი სტუმრის კომენტარიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი კაზანტიპს წლიდან წლამდე სწორედ იმიტომ ველოდებიან, რომ ზნეობისათვის მიუღებელი საშუალებით განიდვირთონ. ამას ემეტყველებს სოციალურ ქსელში თუ ინტერნეტში გავრცელებული მრავალი ვიდეორგოლი, რომელიც სხვადასხვა წლებში ჩატარებულ ამ ფესტივალს ასახავს და მათში სხვა არაფერია თუ არა უზომო გარყვნილებითა და ნარკოტიკით ადამიანურ ქცევებსა და ზნეობაზე უარის თქმა. ეს პროექტი, რომელიც ხალხსგასმით გვინდა ვთქვათ, რომ უნდა წარიმართოს მარხვაში 20-დან 30 აგვისტომდე, ესე იგი მარიამობის მარხვის დროს, ეს არის წახალისება ძალიან ბევრი ცოდვისა. ის თუ რა ხდებოდა ამ ფესტივალებზე ყირიმში წლების მანძილზე, სრულიად თვალსაჩინოს ხდის იმას, თუ რა არის არსი ამ ფესტივალის. აქ ორი აზრი, აქ რაღაცა ორაზროვნება, აქ რაღაცა კითხვის ნიშნები არ ჩდება. იმიტომ რომ სრულიად აშკარად არის წახალისებულია გარყვნილება, სიხიშლე, ნარკოტიკები, თუმცა ნარკოტიკებზე თითქოს ოფიციალურად ნებართვა არ არის, მაგრამ როგორ წესი აი ეს ფესტივალები გამოირჩევა ნარკოტიკების ფართო მოხმარებით. ძალიან რთულია 10,000-ობით ადამიანის გაკონტროლოს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან ამ ფესტივალზე წლების მანძილზე სწორედ ამის გამო ჩამოდის ხალხი, ხო? ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მე მგონი ჩვენ ჯერ კიდევ შემოგრჩა და ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ხალხს შემორჩა, მე ესე მგონია. კიდევ იმის განსჯის უნარი რა კარგი არის და რა ცუდი არის. ხო და ყველაზე გამაღიზენებელი ჩემთვის, რაც ამ მოვლენას უკავშირდება, აი ამ ფესტივალს კონკრეტულად, ამ ფესტივალის პიარს, რა პიარიც მას უკეთდება, როგორც ჩვენ გვთავაზობენ ამ ყველაფერს. ყველაზე გამაღიზენებელი არის ის, რომ ტყუილით ხდება ეს ყველაფერი. აი მე პირდაპირ მჯერა და მგონია რომ მატყუებენ, როცა მეუბნებიან, რომ ბედნიერების სახელით კეთდება ეს, რომ თავისუფლების სახელით კეთდება ეს, რომ ადამიანი მხოლოდ აი ესეთ შემთხვევაში იქნება ბედნიერი და როცა გჭირდება აი შენი რაღაცა
ავადმყოფი ფანტაზიის ესე მასშტაბურად გამოვლენა, ფესტივალის დარქმევა, მერე სხვა ქვეყნებში გადატანა და ამით დიდი ფულის გაკეთება. და როცა გჭირდება რომ ეს ყველაფერი შეფუთო ბედნიერების სახელით, აუცილებლად მაშინვე ჩანს რომ ეს ტყუილია რა და აი ყველაზე მეტი გაღიზიანება პირადად ჩემში გამოიწვია ამან. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ვიზა, ანუ ბილეთი, რომელსაც საკმაოდ სოლიდური ფასი აქვს, ქართველი გოგონებისთვის უფასოდ გაიცემა. ისმის კითხვა, რატო? ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხყოფელია ჩვენი ერისთვის. ეს არის ფაქტიურად უფასო მოწვევა ჩვენი გოგონებისათვის, რათა მათაც გაიზიარონ ეს იდეოლოგია, ეს ჰედონისტური იდეოლოგია, ესე იგი ყველანაირი და ნებისმიერ ფასად სიამოვნების მიღების იდეოლოგია და რა თქმა უნდა ფაქტიურად ცოცხალ სპექტაკლს დაესწრონ იმისა თუ როგორ ხდება გარყვნილება. ანუ აქ ნამყოფი ადამიანი ბუნებრივია რომ ის არ შეიძლება რომ ახალგაზრდა ფსიქოლოგიაზე ამან დიდი გავლენა არ იქონიოს, ანუ მისი მსოფლმხედველობა არ შეიღეს. ყველანაირად ცდილობენ იმას, რომ აი ზნეობა შეიღეს საქართველოში. ეს ძალიან სამწუხარო არის, რომ აი ესეთი გულმოდგინე, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება იმისათვის, რომ ზნეობა შეირყეს საქართველოში და ერთ-ერთი ესეც ძალიან დიდი საფრთხე გახლავთ სწორედ კაზანტიპის ღონისძიება. თვითონ ის ფაქტი, რომ თქვათ აქ შესვლა იქნება თავისუფლად ან რაღაც საფასურის ხარჯზე, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბუნებით ცნობის მოყვარეა, მას აინტერესებს რა ხდება თან, თუ აუკრძალავ შეიძლება კიდევ უფრო აინტერესებდეს და აუცილებლად ფსიქიკურ აშლილობებს გამოიწვევს. ჯერ ამდენი ნარკოტიკი, ამდენი სიშიშვლე, ამდენი გარყვნილება ერთად. იმიტომ რომ ეს ჩვენი ფსიქიკა არის ძალიან ლაბილური საერთოდ, ძალიან ადვილად მოწყვლადი და შერყევადია და ცხოვრების წესი, ჩვენი არჩევანი, ჩვენი აი როგორ ცხოვრობთ, რა ურთიერთობები გვაქვს, ის ხშირად განსაზღვრავს ჩვენ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას. შესაბამისად ზოგადად ჰედონიზმი, ანუ სხეულის სიამოვნებაზე ორიენტირებული ცხოვრება ადამიანისთვის არის დამღუპველი იმ გაგებით, რომ მისი სტრესმედეგობა ნოლია, მისი იმუნიტეტიც ნოლია. ანუ ის ვერ უძლებს ვერანაირ სტრესს და ეს ფსიქოპატური გამოვლინებები ხდება და ის ვერ უძლებს ვერანაირ გაჭირვებას. არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ 25 ივლისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში დადებითი განწყობა მაინც შეინიშნება. ეკლესია უკვე ასე უყურებ მე, ასე მგონია, რომ ზოგადად საზოგადოების თვალში მე ყველას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, ითვლება აი, ეკლესია იტყვის და გაჩერდება. ბუნებრივია, ამით დამთავრდება ალბათ ყველაფერი, რომ არასდროს არ მოუწოდებს ეკლესია ხალხს და საზოგადოებას, რომ ამის წინააღმდეგ ხმალი აღმართოს და უშუალოდ იბრძოლოს უშუალოდ, მაგრამ ჩვენში ნელ-ნელა მოიკლებს ის, რაც გამოგვარჩევდა სხვა ერებისგან. მოიკლებს ქართველობა და ჩვენში ნელ-ნელა გაქრება რწმენა. რაც დამღუპელი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ ვიქცევით ერთ-ერთ რიგით რაღაც გაერთიანების ნაწილად, რომელიც არაფერში აღარ ვიქნებით გამოსადეგი. ვიქნებით ორმოები, რასაც ჩაგუძახებენ, იმას ამოვძახებთ. ჩვენმა საზოგადოებამ მართლა აი ფიქრი დაავიწყდა ჩვენ საზოგადოებას რაღაცნაირად. ძალიან ბევრი, მით უმეტეს ახალგაზრდები მიდიან სრულიად სპონტანურად, მიდიან გასართობად. მე მსმენია, რომ აი წავალ და შევხედავ და სხვა შორის ვისაც არ აქვს ფული, ვთქვათ, მონაწილეობის გადასახდელი, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ შორი ახლოს კარვებს გავშლით და ამას უბრალოდ ესე თვალყურს ვადევნებთ. ზოგი საერთოდ არ ფიქრობს, ზოგს უბრალოდ აკრძალული ხილის ინტერესი აქვს და იცით რა, მიზეზი საბოლოო
ჯამში მართლაც ბევრია. ერთ-ერთი მე მაინც მგონია კიდევ რა არა მარტო ახალგაზრდობა სამწუხაროდ დითაობასაც აი ეს რაღაცა ახალი დამოკიდებულება გაუჩნდა აი ამ სწორედ ცივილიზაციისადმი. აი ეს ევროპულობა ბევრს მართლა თავაშვებულობად მიაჩნია. და აი ეს მინდა ვთქვა რაღაცნაირად რომ აი თუნდაც ვიღაცას ცხენია რომ იქ არ წავიდეს ესეთებიც არის მე ვიცი ნამდვილად ესეთი ახალგაზრდებიც ყველა მიდის და ჩვენც მივდივართ აი ეს დევიზია და აი ეს არის რომ აი ეს თავისუფლება რასაც მართლა თავაშვებულობა ქვია ქართულ ენაზე სრულებით არ არის ევროპულობა ჩვენი წინაპრებისთვის ევროპულობა იყო განათლებულობა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ არ უნდა ჩატარდეს იმიტომ რომ ჩვენი ერის ანუ ჩვენ ისეთი ერი ვართ რომ ჩვენთვის არ არის მიღებული მსგავსი ინსტიტუტები. მე ესე ვფიქრობ. მე მიმაჩნია რომ არ უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ რომ არ უნდა ჩატარდეს, თუმცა ყოველს თავისი მოსაზრება გააჩნია. ჩემი აზრით არ უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იმ მუსიკის მსმენელი, რომელიც იმ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ ასეთი განგაჟი სატეხი არ იყო ამასთან დაკავშირებით საჭირო და ალბათ პრობლემა იქნება. მე მართლა არ ვაპირებ წასვლას, მართლა არ მაქვს არანაირი სურვილი, მაგრამ ვისაც აქვს სურვილი, ჩემს არ არის პრობლემა, რომ ჩატარდეს, წავიდეს და გაერთოს, რა ვიცი. ჩემი აზრით რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ ფესტივალ კაზანტების ჩატარებას ან მით უმეტეს ვთვლი რომ ფესტივალი ხელშეუწყობს საქართველოში როგორც ტურიზმის ასევე ეკონომიკის განვითარებას საგანგაშოა ადგილობრივების განწყობაც, რომელიც ფიქრობენ, რომ ამით ქვეყანას და რეგიონს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავალი მიეცემა. ეს იმ აგიტაციის შედეგია, როდესაც კაზანტიპის ორგანიზატორები და მისი ხელშემწყობები საზოგადოებას უმალავდნენ რეალობას. ყველა დაგვეთანხმება, ბოლო დრომდე არ არსებობდა ოფიციალური დასტური იმისა, რომ ფესტივალი მართლაც იმართებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს დრო კარგად იქნა გამოყენებული ადგილობრივების პროექტის დადებით მხარეებში დასარწმუნებლად. სიუჟეტის მომზადებისას ინტერნეტში გავრცელდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომლის ერთმა ნაწილმა ჩვენ ძალიან დაგვაინტერესა. კაზანტიპის ფესტივალით მთავარი მოსარგებლე გახლავთ რუსული პრომოუტერი და ისიც არ ვიცით საქართველოს ბიუჯეტში მისი მოგებიდან რამდენი დაბრუნდება, რადგანაც შემოსვლის ბილეთის შეძენა პირდაპირ რუსეთში გადარიცხვით ხორციელდება, აი საქართველოსთან არავითარ კავშირში არაა, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ეს ფესტივალი ახლა არის თითქოს ჩემზე საუბრობთ ახლა ამ ფესტივალზე და მარტო ფესტივალზე არ არის საქმე. მარტო ფესტივალში არ არის საქმე. აქ არის ადამიანები, რომელი ადამიანებიც მოსახლეობა იქ ცხოვრობს, რომელმა ადამიანებმაც თითო მეტრი თავისი ეზოს მიწაც კი კარვის დასადგმელად გააქირავეს. ისინი არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში, ხო? ბუნებრივია, ამიტომ აკეთებენ ამას. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა შეიძლება მოხდეს იქ. მე არ ვამბობ იმას, რომ არ არის გარყვნილება. და ზოგადად ადამიანი შეიძლება სახლში გაირხვნას, ისე არ ჭირდებოდეს ამას დიდი ალიაკოთის მოწყობა და დიდი აჟიოტაჟი და ბევრ ხალხში მოხვედრა. თავარი არის, როდესაც ამას შენ ამბობ, რომ ამაში არაფერი არ არის ცუდი. მე პირადად მე რო ვლაპარაკობ, ეხლა მგონია, რომ რაღაც სასაცილოდ მეჩვენება ეს ჩემი საუბარი, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ცოდვილი ადამიანი, მე თვითონ ჩამიდენია უამრავი ისეთი ცოდვა, რომელიც ცოდვაც საშინელებაა. მაგრამ მე მგონია, რომ ეს შეიძლება, რომ ამ ცოდვას როგორღაც ვებრძოლო. და არა ის, რომ მე გამოვიდე და ხმამაღლა ვთქვა, რომ იცით რა, ეს კარგია, მე რა რომ ეს გავაკეთე. მე რა არა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. კარგად რომ დავფიქრდეთ, ღირს ამისთან ეკონომიკური შემოსავალი ქვეყნისთვის, როცა მსგავსი გარყვნილობა იქნება, უამრავი ადამიანი პირდაპირ დაიღუპება, იმიტომ რომ იქ თუ უკონტროლო იქნება ნარკოტიკი, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ. რა ვიცი, და ძირითადად 95% შეადგენენ ახალგაზრდობა, მათ შორის მოზარდები, ხო? და ძალიან თურია მოზარდის შეკავება ესე დროს. იმიტომ რომ ძალიან მომხიბლელი შემოთავაზებაა მოზარდისთვის, ხო? მით უმეტეს თუ ადამიანი ნაკლებად არის წვენაში, არ ყავს მოძღვარი, ესეთებიც არიან და ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და ვერ ეტყვი, ვერ აუგზავნო ვერაფერს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამაზე ერთ დასაფიქრებელი და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩემი აზრით ძალიან ცუდი შედეგებს მოვიტანს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. დავფიქრდეთ. გამოიყენა კი იუდამ 30 ვერცხლი, რომელიც უფლის გაცემის სანაცვლოდ მიიღო. უფლის მცნებებზე უარის თქმა კი ნამდვილად იქნება ქართველი არის თვითმკვლობის ტოლფასი, რომლის ჩამოყალიბებას თაობები შეეწირნენ. ჩვენ კი რატომ მივულდით, რომ უსახურ მასად გადავიქცეთ? არაფერია შემთხვევითი უფლისგან შექმნილ დედამიწაზე და ალბათ არც ის უბედურება, რომელიც ფესტივალის უსწრებ მასპინძელს ყირიმის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს. თუმცა ჩვენი ცოდვების გამო დღემდე ცოტა მიწა დავკარგეთ. ღვთისმშობლისგან გურთხეული ქართული მიწა.